მოგესალმებით მაკა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და კიდევ ერთხელ და ყოველთვის თავისუფლებელ სინდისის პატიმრებს, რომელთა რიცხვით სამწუხაროდ მატულობს ამ ქვეყანაში და არ იკლებს. თამარ ტალიაშვილი დავიწყებ თქვენს ნებართვით. დიდი პატივისცემით ყველას მიმართ საქართველოს. თამარ ტალიაშვილი პირველ რიგში რაღაც რუსული კავშირებით კი არ გამოირჩევა, უბრალოდ კომიკური პერსონაჟია. ყველას გავახსენებ ნახოს ქალბატონი ტალიაშვილის ინგლისურენოვანი პოდკასტი თუ უნდა გაიგოს თუ როგორ შეიძლება ეკონტაქტოს შეერთებულ შტატებში ვინმეს თამარ ტალიაშვილი იმ ინგლისურით რომელიცაც იმ პოდკასტში ლაპარაკობს. სინამდვილეში მიზანი არის შეურაცხყოფა ჩვენი და ამერიკული ურთიერთობების, იმიტომ რომ თამარ ტალიაშვილის ბიოგრაფიას თუ გადახედავთ, ამ პერსონაჟს ეს პერსონაჟი ერთხელ მაინც საჯარო სივრცეში თუ შეგვხედრიათ ტელევიზიით ან ინტერნეტით, მაშინვე მიხვდებით რა ტიპაჟის კომიკურ პერსონაჟზე გვაქვს ლაპარაკი და რა ტიპის შეურაცხყოფა მიაყენა ამ პერსონით ამერიკაში გაგზავნით, ამ პერსონის ამერიკაში გაგზავნით ივანიშვილმა შეერთებულ შტატებისთან ჩვენს ურთიერთობას. მე მინდა რომ კიდევ ერთხელ აი ამ დანიშვნით ქართული საზოგადოება უბრალოდ დააკვირდეს თუ როგორ მასხრად იგდებს ქართულ საზოგადოებას ოლიგარქი ივანიშვილი. მე კი არ მიგდებს მასხრად, მე რო ამიგდოს ამისთვის მთელი პროპაგანდის მანქანა ყავს. იმათ კი არ მიგდებს მასხრად ვინც მისი ოპონენტები ვართ, თავის ამომრჩეველს, თავის ხალხს, თავის პარტიის წევრებს, თავის პარტიის ლიდერშიპს, იმ ადამიანებს, რომლებიც თვეები და წლები არის ელოდება და მუხლზე დაჩოქილები, გადატყავებული შარვლებით ფეხებს და ხელებს უკოცნიან, ბუკვალურად აი პირდაპირ ხელების კოცნაზე არიან გადასული, არ მინდა ვახსენო ერთი ხნიერი დეპუტატი, რომელმაც ეს იკადრა. აი ამ პროცესში ჩართულ ადამიანებს აჩვენებს, რომ აი თქვენ ყაველაშვილი, მე რო გაუნათლებელია ის იყოს თქვენი პრეზიდენტი, იმიტომ რომ მე ეგეთი ხოში მაქვს. აი ახლა მოდი ამერიკელებს ბოლომდე დავცინოთ და ტალიაშვილი გაუშვათ ამერიკაში და ის რო დაჭექებს თავის ინგლისურით, ნახოთ აბა ერთი რას იფიქრებენ. საზოგადოებას ელაპარაკება, რომ არსებობს თურმე ვიღაც ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, გაურკვეველი არსება, რა ბოლო დროს ტელევიზორში თუ შეხედავდით, მიხვდებით მის ფსიქოსომატურ მდგომარეობას, აი ეს ილაპარაკებს რაღაცეებს და ეს ილაპარაკებს რაღაცების აკრძალვაზე ამ ქვეყანაში. ეს არის კომიკური ნაწილი მისი მართლობის და ნაწილი რომელთაც ის დასცინის თავზე ასხავს ყველაფერს და შეურაცხყოფას აყენებს, თავს ლაპს ასხავს და შეურაცხყოფას აყენებს თავის ამომრჩეველს. მაგრამ ამის მიღმა ჩემცი სანდრო ლაპარაკობდა არის ავტოკრატიის, ანუ აი ჰიბრიდული რეჟიმის გამყარების ლეგალური ნაწილი და ამას ვერსად ვერ გავექცევით. ანუ ქალბატონი ტალიაშვილი რო ეხა კომიკური პერსონაჟია, ეს ერთი საკითხია. სამინისტროს შიგნით აი ეხა ხო ხედავთ ხომ მთელი დღის განმავლობაში რაღაცა გადაანაცვლებები მიდის შესაძლოა სინამდვილეში ყველა მონაწილე, ყველა ფიგურანტი ამ კორდებალეტის და ბუკეტის, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ყველა მონაწილე პერსონაჟი წესით ადგილებს უნდა იცვლიდეს საკნებს შორის, მათი ადგილი საკნებში არის. თორე ყველა ეს ადამიანი გარკვეული დოზით გასული არის საქართველოს მოქალაქეების სისტემურ წამებაში. მაგრამ ეს ადამიანები რაღაც თანამდებობებს იცვლიან და ვიღაცა ყეყეჩები ტელევიზორში გამოდიან უკისრო ადამიანები, მინისტრის მოადგილეები და ასე შემდეგ და საზოგადოებას აი ღიათ აი ეს თვალებში უყურებენ და ატყუებენ, რომ თურმე იმან რა ქვია ხარებამ გადაწყვიტა, ბევრი იფიქრა, ფიქრის უნარი აქვს. აქედან დავიწყოთ, გარდა დაწერა განცხადება თავისით წავიდა სისტემიდან. ვის რაში ჭირდება სისტემის გარეთ? პირველ რიგში ხო მაგიმანიცის ზვიად ხარაზიშვილმა იცის, რომ ის არის სოციალური არარაობა და არავის არაფერში არ ჭირდება. ანუ მართლა სოციალური ნაგავია იმ მომენტიდან, როდესაც მას უნიფორმა აღარ აცვია. ერთადერთი უნიფორმა იყო, რაც იმ სტატუსს აძლევდა, რითიც ადამიანებს აწამებდა. რა სისტემიდან წავიდა, ვის ჯერა ამისი? ვის ჯერა საერთოდ ვინმეს გადაწყვეტილების მიღების ამ სისტემის შიგნით? ერთ და იგივე სახელი და გვარი რო აქვს, ის კაცი იღებს ამ გადაწყვეტილებას, ვინმეს გონია? ვერ მიმახსოვრებს სულ რაღაცა. დავითაშვილი, ჩემ სახელ და გვარზე. გელაძე. ჩემ სახელზე და გვარზე გადრისაბეშება, გადაობს მთელი ქართული ოცნება, ვერ დავიმახსოვრეთ თაზო დათუნაშვილი თუ დათო თაზუნაშვილიო და აგერ ბატონო მარტივად დაიმახსოვრებენ ერთი და იგივე სახელის და გვარის ადამიანებს გელაძე იქნება მარტივი მაგალითი ამისი. გარდა იმისა, რომ სანქცირებული პირების პირველი ხაზიდან უკან გადაყვანა მოხდა თუ ზოგიერთის სახლში გაშვება, აქ დგას მეორე საკითხიც. კლანური დაპირისპირება არის, მაგრამ აი ერთ ხაზგასმით ერთ უწევს, ეს არის კლანური დაპირისპირება და არაფერი სანქცირებული ხალხის სადღაც მოშორება. შიდა კლანურ დაპირისპირებებს ვადევნებთ თვალყურს. არავინ არ დაიჯეროს, რომ ივანიშვილი რაღაც საკეთებს დასავლეთისთვის. ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელის დადებით, სახელებით და გვარებით ასახელებდნენ იმ ჩინოვნიკებს და ჩვენს მაყურებლებსაც არაერთხელ პირდაპირ
პირდაპირ ეთერში უნახავთ ის სისასტიკე, რომლითაც ძალოვანი უწყების თანამშრომლები აქციების პერიოდში უსწორდებოდნენ საპროტესტო აქციების მონაწილეებს. ხო, მათ შორის ერთ-ერთი იყო და ეს კადრებიც მაყურებელს ალბათ კარგად ახსოვს, როგორ უსწორდება პირადად ზვიად ხარაზიშვილი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, როდესაც ის დიღმის შემოსასვლელთან მიმდინარე აქციას გულისხმობს. მაგრამ ერთადერთი მისი სწორი ადგილი არის ჯოჯოხეთის ცეცხლში. და იქამდე კიდე ზონაში უნდა იჯდეს ციხეში. ისინი გაუშვეს, თუმცა არავისთვის მოუთხოვიათ პასუხი. როგორ უნდა მიაღწიოს ხალხმა სამართალს, რომელმაც ეს სისასტიკე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, საკუთარ თავზე გამოსცადა. ხო, სწორად, ანუ ხაზგასმით მინდა ერთ რამე ვთქვა, ეს შესავალი სინამდვილეში იმიტომ გავაკეთე, რომ ეს მე თქვა, რომ არავინ არ დაიჯეროს, რომ ივანიშვილი კიდე რაღაცა ხრიკებით არის ხა დაკავებული და კიდე სათავისოდ გადატეხავს სიტუაციას. ამის მე არ მჯერა. მე უბრალოდ ხედავ ერთ რამეს და ერთადერთი დასკვნა, აი, ზედმეტ იმის გარშემო მე არა ვარ ინფორმირებული კაცი ამ საკადრო ცვლილებებზე, პირდაპირ რო გითხრათ, შიგნით ვინ, რატო და რაღაც ინტრიგები და შიდა ამბები მე არ ვიცი. შესაბამისად მე ერთ რამეს ვხედავ მარტო. მე ვხედავ, რომ სანქციები მუშაობს. აი ამ რაღაცა შიდა კლანური დაპირისპირებები თანამდებობის კორდებალეტით, იწილო-ბიწილოთი, აი ამ ცვლილებებით ამერიკაში ტალიაშვილის რაირი ხალხის გაგზავნით, აი ამ ყველაფრით მე ერთ რამეს ხვდები, რომ სანქციები მუშაობს. მე ერთ რამეს ხვდები, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მე იმას ხვდები, რომ ვიღაცაში თუ უიმედობამ იმძლავრა ბოლო თვეებში ხანგრძლივი პროტესტის გამო, ხანგრძლივი აი ამ რაღაცა ცაში გამოკიდებული პროცესის გამო, რომელშიც ეს ქვეყანა არის და განცდის გამო, რომ უწონადობაში ვართ და განცდის გამო, რომ შეიძლება რაღაცა მომენტში უსუსურებიც ვიყოთ, არა მეგობრებო, მუშაობს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ის რისთვისაც ვიბრძვით 180 დღე არის, 190 დღე არის. ის რითიც ვარ დაკავებული, ეს ყველაფერი მუშაობს. მუშაობს და ამ ხალხის სახეებს შეხედეთ. იმ კუპადაძის სახის მინდა შეხედოთ, დაცვის პოლიციის უფროსად რო გაუშვეს კრიმინალური პოლიციის უფროსის კაცი. აი ამ ხალხის სახეებს მინდა შეხედოთ. დაზაფრულ სახეებს იმ ადამიანების, რომლებმაც იციან, რომ მათი შვილები, რავი, მოდგმა და ჯიში თლიანად არის ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ. ამიტომ უნდა გესმოდეთ, რომ ეს მუშაობს. ვახო გომელაური რამე დამსახურებულ პენსიაზე კი არ წავიდა. თავში ხელების რტყმით გაიქცა, იმიტომ რომ მთელი მისი მოდგმა წევლის იმისთვის, რომ ცივილიზებულ სამყაროში ბაბუის გამო, ჩეკისტის პირდაპირ ვიტყვი ამ არ დამენარება, ჩეკისტი ბაბუის გამო. იმის გამო, რომ ჩეკისტების და რუსების დავალება შეესრულებინა, მისი შვილიშვილები და შვილთა შვილები იქნებიან წითელი ბილეთით და ვერ შევლენ ვერცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, ისე რომ 2 საათი არ გააჩერონ აეროპორტში და ნუ ამერიკას მარტო ფილმებში ნახავენ. მათი მოდგმა წევლის მათ. აი ამის გამო და ამიტომ გარბიან. ვისაც შეუძლია გარბის, ვისაც არ შეუძლია ეგ რაღაც თანამდებობიდან აგდებენ. ჯამში უნდა გესმოდეთ, რომ ეს ვითარება ივანიშვილის რაღაცა ტრინში მოხარშული კი არ არის, ეს ჩვენ გამოვიწიეთ, თქვენ გამოიწვიეთ. თქვენ ვინც წინააღმდეგობაში ხართ და ვინც იცავთ ამას. ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, ერთი რამე გვესმოდეს, ჯერჯერობით სანამ ძალა არის და ეს ძალა ჩვენ გვაქვს, ქართულ ხალხს ეს ძალა აუცილებლად გამოვიყენოთ და ეს პროცესი გავაგრძელოთ. ამათი დაფუჭების პროცესი გავაგრძელოთ. სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. კი ბატონო, აი სანამ სანქციების და საერთაშორისო საზოგადოებასთან ოპოზიციის მუშაობის თემას გავაგრძელებთ, მინდა აუცილებლად გკითხოთ ბრიუსელში ოპოზიციის ვიზიტთან დაკავშირებით, მე მინდა მაყურებელს უბრალოდ ორი სიტყვით უთხრათ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ტალიაშვილის კავშირებზე რუსეთთან, ჯერ კიდევ 2018 წელს აიფაქტმა ჟურნალისტთა გამომძებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა დადო მონაცემები, რომელიც უკავშირდებოდა თამარ ტალიაშვილის მიერ დეკლარაციაშივე გასაჯაროებულ ფაქტებს და პირველად შევსებულ 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში და შემდეგ 2018 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაშიც აი ფაქტის მონაცემებით თამარ ტალიაშვილს და მის მეუღლეს რუსულ ბანკებში ანაბრებზე ჰქონდათ თანხები განთავსებული, სწორედ ამ კავშირებსა და ბმაზე აკეთებს აქცენტს სამოქალაქო სექტორიც და ოპოზიციაც. აი ახლა როდესაც ვლაპარაკობთ სანქციების გავლენაზე და ამ გავლენით ადამიანების პენსიაზე თუ სახლში გაშვებაზე. იქნება თუ არა თავიდან სამუშაო დასაწყები განახლებულ გუნდთან მიმართებაში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რა ინფორმაციას ჩაიტანს დღეს ოპოზიცია ბრიუსელში? ხო, კი.
ბევრი რაღაცა თავიდან იქნება გასაკეთებელი იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ არ არიან ამ სანქციების ქვეშ, იმ ადამიანებზე, რომელზეც გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ პირველივე წამიდან თავისი პოზიციონერებისა ისინი იქნებიან კანდიდატები აბსოლუტურად ობიექტურად სანქციების სიაში მოხვედრის. ამ გელაძემ ასე დაიწყო თავის კარიერა, ეხლა და ძალიან მალე აღმოჩნდება გომელაურის გვერდზე დიდი ალბათობით, მე ამას ვისურვებ, რომ ძალიან მალე აღმოჩნდეს ამერიკული სანქციების ქვეშ, სხვაებიც აღმოჩნდებიან. შეხედეთ, აქ მთავარი ის კი არ არის ერთ კრიმინალს ერთ მწამებელს მეორეთი რო ჩაანაცვლებ და ამითი ვირეშმაკულად რაღაცა პროვინციალური ვირეშმაკობით გამორჩეული კაცი რაღაცა დროის მოგებაზე ითამაშებს. არა, აქ მთავარი არის რომ შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს არა ადამიანის ცვლილებით, არამედ მიდგომის ცვლილებით. მიდგომის ცვლილებით რომ ქართულ მოცემებმა რომ წავიდეს ახლა კომპრომისზე, არჩევნები ჩანიშნოს, პოლიტპატიმრები გამოუშვას, არ ვიცი მე ვიღაცებზე საქმე აღძრას, როგორც მწამებლებზე სისტემური, ამ შემთხვევაში კი ბატონო, მიდგომა ჩვენი დასავლელი პარტნიორების აი იმ ადამიანებზე ვინც ჩანაცვლეს, ეგეთი არ იქნება. ოღონდ როდესაც ჩვენ უბრალოდ ერთ ადამიანის მეორედ სანაცვლებ და იმაში აჯიბრებ ერთმანეთს, ვინ უფრო დიდ სიბინძურეს ჩაიდენს, რა თქმა უნდა დასანქცირებულები ახალი იქნება და არავის არ ეძარება ამ ადამიანებზე შეგროვდება ინფორმაცია, ამ ადამიანებზე წავა და ჩვენი პარტნიორები დარწმუნებული ვარ, აქაც გვერდში დაგვიგებენ და ბოლოს ვიტყვი, მაგრამ რაც შეეხება ბრიუსელში ვიზიტს, ბრიუსელში მთავარი გზავნილი ქართული ხალხის არის აი ეს 190 დღეა ჩვენი პროტესტი მუშაობს. მათი დელეგიტიმაცია და არაღიარება მუშაობს. ესე უნდა გავაგრძელოთ, ამის გარდა სხვა გზა არ აგვაქვს ბაძე ზეწოლით. ახალი მეთოდები შეიძლება, მაგრამ ამის დათმობა არ შეიძლება. მადლობა, თაზო დათუნაშვილს უსმენდით დღის ამბების პირდაპირ ეთერში, ახლა კი უნდა შემოგვერდეს თავისუფლების მოედნის წევრი უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი შაიშმელაშვილი და მასთან უნდა განვაგრძოთ საუბარი, როგორც ვიცი, უკვე არის ხაზზე. მოგესალმებით, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის და გადაცემაში